საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციის დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭაულში ქიმიური ნივთიერებების შერევის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიებაა წარმოაჩენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით საიამ ბრიფინგი გამართა. როგორც გამართულ ბრიფინგზე უფლებადამცველებმა განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ საქმის წარმოების დაწყებიდან 4 თვეა გასული, ხოლო თავად მოვლენებიდან წელიწად ნახევარი საგამოძიებო უწყებას სრულყოფილი პასუხები ამ დრომდე არ აქვს გაცემული. მათი თქმით, ამ დრომდე არც ერთი პირი დაზარალებულად არაა ცნობილი. საიას განცხადებით, გენერალურ პროკურატურამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხონ მაღალი თანამდებობის პირები და უშუალო აღმასრულებლები. საია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტოს, რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით გაურიეს მათ წყლის ჭაულში ქიმიური ნივთიერება. საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ არეგულირებს იმ პრაქტიკას, როდესაც წყლის ჭაულს ქიმიურ გამღიზიანებლებს ურევს დემონსტრაციების დასაშლელად შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუ ამას პროტოკოლი და მკაცრი კონტროლი არ უზრუნველყოფს, ეს ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს და უტოლდება ექსპერიმენტულ იარაღს. ამიტომაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია, რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით გამოიყენეს ასეთი საშუალებები, ხოლო პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვოს ყველა შესაბამისი მასალა, მათ შორის კონკრეტული აქტები და გამოკითხოს როგორც მაღალი თანამდებობის პირები, ასევე უშუალო ამსრულებლები. ეს არის რაღაც აბსურდული განცხადებები, ბევრი ჭორი წილისწამება მოვისმინეთ, მათ შორის საიასგან ყველაფერი არის კანონის ფარგლებში, თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს სასამართლოსთან დაკავშირებით, პროკურატურასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით, თუ უფლებრივი მდგომარეობა ვინმეს იყო დარღვეული, მათ შორის დაზარალებული საკითხი რაც თქვენ ახსენეთ, ამისთვის არსებობს საქართველოს საერთო სასამართლოები, თუ ვინმეს დამატებით უნდა სტრასბურგის სასამართლო. ასე რომ არის უამრავი სამართლებრივი ბერკეტი, ყველას ვთხოვდა მოუწოდებ, რომ ეს სამართლებრივი საკითხები არ გახადონ რაღაც ზედმეტი პოლიტიკური დისკუსიის საგანი. საკანონმდებლო ინფორმაცია მაინტერესებს რა მდგომარეობაშია თუთიყუში მას შემდეგ რაც ბუმბული დაკარგა. არ გვაქვს ინფორმაცია.